დარვიანის პირველი სტუმარი ჩართვა ქუთაისიდან მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. საღამოშიდობისა ბატონო მიხეილ, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ ბრძანდებით ერთადერთი კანდიდატი მინისტრობის, რომელსაც ყველაზე ნაკლებად იცნობს საზოგადოება. რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენი გამოცდილების შესახებ სფეროში, რომელსაც იბარებთ? ჩემი გამოცდილების შესახებ შემიძლია ის გითხრათ, რომ მე განათლება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით მაქვს მიღებული, გამოცდილებას რაც შეეხება ჩემი პირველი სამუშაო ადგილი ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც მე პირველ რიგში პრაქტიკა გავიარე, შემდეგ სტაჟირება, შემდეგ უკვე მუშაობდი. ამის შემდეგ მე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორში ვიმუშავე, ხოლო შემდეგ დავუბრუნდი საჯარო სექტორს, სადაც 2009 წლის შემდეგ მუშაობ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, ეს არის საგარეო ვაჭრობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები ძირითადად, ამიტომ ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, მე ამ ეტაპზე ვარ, სანამ დამტკიცდება მთავრობა პირველი მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრის და ამ რანგშიც მე უკვე მქონდა შეხვედრები, ვიზიტები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენი პრიორიტეტი არის და რომელიც ჩვენი ხედვის ნაწილს წარმოადგენს. ბატონო მიხეილ, გასაგებია რომ საგარეო პოლიტიკური კურსი მინისტრის ცვლილებით ამ შემთხვევაში არ შეიცვლება, თუმცა თუ შეგიძლიათ გითხრათ რა უნარებს თქვენს კონკრეტულ როგორც საგარეო საქმეთა მომავალი მინისტრის უნარებს გამოიყენებთ იმ პროცესებში, რაც ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს ძალიან ჭირდება. აი რა ტაქტიკა გექნებათ თუნდაც დასავლეთთან ურთიერთობისას, თუნდაც იმ ქვეყანასთან ურთიერთობისას, რომელიც ამ წუთში დიპლომატიურ ურთიერთობებში არ არის ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სარისკო მეზობელი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უცვლელი კურსი არის დასავლური კურსი, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და უკვე გვაქვს შესახების შედეგები. ამ პროცესში მე მონაწილეობდი როგორც ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი ასოცირების შეთანხმების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის, რომელიც არის ღრმა და ყოვლისმომცემელი თავისუფალი სავაჭრო ცივცის შესახებ შეთანხმება. შესაბამისად, ასევე მონაწილეობდი მე სტრატეგიული თანამშრომლობის დიალოგის ფორმატში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ყველა იმ მიმართულების გასავითარებლად, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობას, ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან ემსახურება და ამტკიცებს, ჩვენ რა თქმა უნდა რუსეთთან მიმართებაში გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც ხორციელდებოდა მიმდინარე წლების განმავლობაში და ეს პოლიტიკა არის რა თქმა უნდა მიმართული დეესკალაციისკენ და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევამციროთ საგარეო საფრთხეები, რისკები იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას მიეცეს მშვიდად განვითარების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იმის საწინდარია, რომ ჩვენ განვამტკიცებთ ჩვენ სუვერენიტეტს და ასევე ჩვენ შევძლებთ, რომ ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივახციოთ იმას, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ დაიმკვიდროს საერთაშორისო საზოგადოებაში და საერთაშორისო არენაზე პოზიტიური იმიჯი, გაამყაროს თავისი პოზიციები, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული მოთამაშის, ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ადგილი, სადაც შეიძლება სხვადასხვა ეკონომიკური ინტერესები სხვადასხვა ქვეყნის და რეგიონის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნების იქნეს გათვალისწინებული და ჩვენ გვინდა რომ ყველას შევთავაზოთ პოზიტივი, შევთავაზოთ საქართველო როგორც ძალიან სანდო პარტნიორი ურთიერთობებში. ბატონო მიხეილ, შეგიძლიათ აი აუდიტორიისთვის უფრო მეტად და დეტალურად განმარტოთ, რას ნიშნავს თქვენთვის როგორც საგარეო საქმეთა პრაქტიკულად მინისტრისთვის პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან? პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ის საკითხები, რომელიც არის დღის წესრიგში, პირველ რიგში თუნდაც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც განიხილება ფორმატში, საერთაშორისო ფორმატში, ჟენევის ფორმატში, ჩვენი მიდგომა იყოს კონსტრუქციული და საერთაშორისო ჩართულობით ჩვენ შევძლოთ
შესაბამისი გზების გამოძებნა ძალიან რთული საკითხების გადასაჭრელად. ამასთანავე ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგი სხვა საკითხებზე იმ ფორმატით, რა ფორმატით ჩამოყალიბდა აბაშიძე კარასინის ფორმატი და რა თქმა უნდა ჩვენ ვეცადოთ რომ ჩვენი რეაქცია იმ შესაძლო საფრთხეებისადმი, ინციდენტებისადმი, პროვოკაციებისადმი შემიძლია ვთქვა, იყოს ის რაც არის იმ ეტაპზე შესაძლებელი საერთაშორისო ჩართულობით რეაგირება და მაქსიმალურად კონსტრუქციული ყველა ჩვენს მიდგომაში. ბატონო მიხეილ, ბოლო პერიოდში არის რუსეთის მხრიდან პოზიტიური სიგნალები ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე. იმაზეც კი გაკეთდა რამდენიმე განცხადება და აქცენტი ოფიციალური პირებისგან, რომ რატომაც არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. აი ამ თვალსაზრისით თქვენ რამდენად ახლოს გესახებათ რუსეთთან მისვლა. აი სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს თქვენი სამშობლოს ძალიან დიდი ნაწილი, აღარ უნდა წავიდეს ქვეყნის ხელისუფლება. ზღვარი თქვენ თვითონაც ახსენეთ თქვენს კითხვაში, ზღვარი გადის რა თქმა უნდა ოკუპაციაზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რა თქმა უნდა ჩვენი პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან კონსტრუქციული მიდგომა არანაირად არ გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის რა თქმა უნდა დღის წესრიგში იქნება დარჩება ყოველთვის და ჩვენ ვფიქრობთ რომ როდესაც დიპლომატიურ ურთიერთობებზეა საუბარი, ეს ამ ეტაპზე რა თქმა უნდა შეუძლებელია, როდესაც ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული და ხორციელდება ის ქმედებები, რაც დღეს სამწუხაროდ ხორციელდება მიუხედავად რუსეთის მხრიდან, მიუხედავად საქართველოს მთავრობის ასეთი დამოკიდებულებისა და კონსტრუქციული მიდგომისა. მოკლედ რაიმე ტიპის ფორმატში, თუნდაც არაფორმალურ ფორმატში, გარდა კარასინი აბაშიძისა, თქვენი აზრით რუსეთთან საუბარი ამ ეტაპისთვის ხელისუფლებების დონეზე გამორიცხულია თქვენი მინისტრობის პერიოდში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისათვის ჩვენ გვაქვს ფორმატი, საერთაშორისო ფორმატი, ჟენევის ფორმატი, სადაც ჩვენ საუბრობთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ამ პრობლემური საკითხებით არის განპირობებული და პრობლემური საკითხი, ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაცია. და ეს არის ის ერთადერთი ფორმატი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ ამ თემებზე სასაუბრად. აი, ვიდრე დავასრულებთ რუსეთის თემაზე საუბარს, დღეს პრემიერმაც აღნიშნა, რომ მასაც არ მოსწონს ის მოძალებული პროპაგანდა, რაც ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოდის და ფინანსებით სავარაუდოდ, რომელიც ამ პროპაგანდას განსვასწრავს ჩვენს ქვეყანაში. გექნებათ თუ არა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუნებრივია თუ კი გახდებით, რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია ამ თვალსაზრისით, როგორ უნდა შეიზღუდოს იმ ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების არეალი ქვეყანაში ან შესაძლებლობები, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია გაზრდილი პროპაგანდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, მივაწოდოთ სრულად ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რა ხელშესახების შედეგები აქვს ამ გზას, ამ ჩვენს მიდგომას, მიმართულებას და უნდა საზოგადოებამ სწორად აღიქვას ყველა ის პროცესი, ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის არ არის თავისმოხვეული არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომელიც უკავშირდება თავისუფალ გადაწყვეტილებას, ეს არის ღირებულებებთან ჩვენი დაახლოება იმ ღირებულებებთან, რომელიც ჩვენს და ამ ქვეყნებს საერთო გვაქვს, ევროპას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. და ჩვენი წევრობა და ეს გზა
ზუსტად არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ ქვეყანას მიეცეს 7 განვითარების შესაძლებლობა, მაქსიმალურად იქნეს დაცული საგარეო საფრთხეებისგან და ჩვენ მივახციოთ ჩვენი თითეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბატონო მიხეილ, პროგრამა მაქსიმუმი რა არის რეალიზმის ფარგლებში ბუნებრივია ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში 2016 წელს. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენი როგორც მომავალი მინისტრის პროგრამა მაქსიმუმი. ევროკავშირთან მიმართებაში თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წლის ბოლოს დეკემბერში მივიღეთ პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. შესაბამისად 2016 წელს ჩვენი ქმედებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს პოზიტიური შეფასება უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში აისახოს და საქართველოს მიიღოს ვიზა ლიბერალიზაცია, რაც იქნება ხელშესახები შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ნატოსთან მიმართებაში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ იგეგმება ვარშავის სამიტი. ჩვენი მიზანია, რომ ვარშავის სამიტზე მაქსიმალურად იქნეს ასახული ყველა ის ნაბიჯი და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან მიმართებაში, ნატოსთან თავსებადობის კუთხით და ჩვენ რა თქმა უნდა ვიმუშავებთ იმისათვის, რომ გაიზარდოს ნატოს წევრ ქვეყნებში ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა და მზაობა იმისათვის, რომ საქართველოს გადადგეს შემდეგი ნაბიჯები. დიდი მადლობა. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, პასუხობდა რვიანის შეკითხვებს.